წარმატებული ესეისტური სტარტის შემდეგ გიორგი კეკელიძე მორიგი წიგნის პრეზენტაციისთვის ემზადება. 9-თავიანი ფეხბურთის ზღაპარი, ასე ქვია წიგნს, რომელიც გამომცემლობა არტანუჯმა დაბეჭდა. ესეების კრებული გაყიდვაში უკვე რამდენიმე დღეში გამოვა, როგორც ავტორი ამბობს, ეს კრებული ერთგვარი მორჩენილი ფიქრების წიგნია და მასში 3 ისეთ თემაზე წერს, რომელიც უყვარს: ფეხბურთზე, სოფელსა და ლიტერატურაზე. ჩვენი კორესპონდენტი შორინა კოპარლიაშვილი დღეს წიგნის ავტორს ფეხბურთის ფანებთან ერთად შეხვდა. მენა იყოს და გაგონება. პოპულარული ინგლისური თამაში ფუტბოლი, ჩვენებურად ფეხბურთი, მე-20 საუკუნის გარიგჟაზე თითქმის მთელ ევროპაში იყიდებს ფეხს. ამ მოვლენას არც ქართველების ჩამორჩენა. ფეხბურთი, ლიტერატურა და სოფელია. სამივეზე წერ, სამივე მიყვარს. წარმოშობით გურულმა თანამედროვე ავტორმა ახალ წიგნში 9 თავი, როგორც ამბობს, მისი ცხოვრების მთავარ ამბავს, ფეხბურთს უძღვნა. არქივში ინგლისური ტერმინების გადმოქართულების პირველი ჩანაწერიც აღმოაჩინა. Backs swells. კარგუშაკს მეკარეს ეძახდნენ. მარბიკი ფორვარდი იყო. როგორი სიტყვებით საუბრობდნენ ფეხბურთზე და რას წერდა იმდროინდელი პრესა, ამ და სხვა საინტერესო ისტორიებზე გიორგი კეკელიძე 9-თავიანი ფეხბურთის ზღაპარში კი ამბობთ. ეს წიგნი არ არის მხოლოდ ფეხბურთზე, ერთგვარად კომპილაციური წიგნი არის, აქ არის ლიტერატურაც, არის გურიაც, ახლა იქ დავიწყეს სწორედ ფეხბურთის ყურება, შესაბამისად სხვადასხვა ინტერესის ხალხს შეუძლია გაეცნოს ამ წიგნს და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო წიგნია. ლიტერატურაზე, პოეზიასა და ფეხბურთზე საუბარი მისთვის ერთნაირად მიმზიდველია. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივართათვის, რადგან ავტორიც სწორედ ინგლისის ტიტულოვანი გუნდის ფანების რიგში ირიცხება. პრეზენტაციაც შესაბამის გარემოში დინამოს მედია დარბაზში იგეგმება. გარკვეულია ნებისმიერ რომელსაც მოსწონს საერთოდ ეს გუნდი, საერთოდ ინგლისური ატმოსფერო, საინტერესო იქნება, მით უმეტეს გიორგისგან განებიურებული ვარ ყოველთვის საინტერესო წიგნებით. ვფიქრობ, რომ გიორგის და ფეხბურთის ნაზავი ძალიან კარგ შედეგს მოგცემს საბოლოო ჯამში. წიგნი დაბეჭდილია. მისი პრეზენტაცია გაიმართება 1 აპრილს, ეს არ არის ტყუილი, ნამდვილად 1 აპრილს შეგიძლიათ მოხვიდეთ, წიგნით შეიძინოთ, ავტოგრაფიც მიიღოთ. როგორც ერიკ კანტონა ურტყამდა და მიშა მესხი ატყუებდა, ამ აზრით ყველას საკუთარი სისმარი აქვს. წერს გიორგი კეკელიძე ესეების კრებულის ბოლო ყდაზე და გულშემატკივარს ფეხბურთის ზღაპარში სამოგზაუროდ წიგნის ფურცლებიდან იწვევს.